საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში სოხუმელი ქორეოგრაფების თენგიზ დავითაიას, გივი ჩახავას, თენგიზ სიგუასა და ვიაჩესლავ ზიმული ძაძამიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეხვედრა აფხაზეთის ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მხარდაჭერით მოეწყო. მოწვეულნი იყვნენ ცნობილი ქორეოგრაფების ოჯახის წევრები, მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ამ შეხვედრით საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას. მომავალში სისტემატურად გაიმართება აფხაზეთის მკვიდრი ღვაწლმოსილი ქორეოგრაფების შემოქმედებითი და ხსოვნის საღამოები. მოიხსენიეთ ბუმბერაზი ქორეოგრაფები. ბატონი თენგიზ დავითაია, ბატონი გივი ჩახავა, ბატონი ზიმულ ძაძამია და ბატონი თენგიზ სიგუა. ესენი არიან სხვადასხვა თაობის ხალხი, რომლებმაც აფხაზეთში, ქართულ ცეკვაში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს. დიდი მადლობა მინდა აქვე გადაუხადო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს თანადგომისათვის, გვერდში დგომისათვის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და კერძოდ მინისტრს ბატონ დიმიტრის, ბატონ კახა ძაძამიას მინდა დიდი მადლობა, ასევე გადაუხადო კულტურის განყოფილების უფროს. ეს არის პირველი და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება. იმიტომ რომ კიდე ბევრი ყავს მოსაგონარი და მარტო მოსაგონარი არა. სიცოცხლეშივეც უამრავი პატივი უნდა ვცეთ ჩვენი დამსახურებულ ხალხს. საღამოზე გამომსვლელებმა აღნიშნეს თენგიზ დავითაიას, ვიაჩესლავ ზიმული ძაძამიას, გივი ჩახავასა და თენგიზ სიგუას წვლილი ქართული ეროვნული ცეკვის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. ისაუბრეს მათ შემოქმედებით გზასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ეს ადამიანები რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურდნენ საყვარელ საქმეს და დიდ პროფესიულ წარმატებებსაც მიაღწიეს. მე გახლავარ ბატონი თენგიზ დავითაიას აღზრდილი და მისი საქმის გამგრძელებელი. როდესაც მე 15 წლის ვიყავი, იმ დღიდან ბატონი თენგიზის გარდაცვალებამდე სულ გვერდში ვიყავით. კულტურის სახლში მის მოადგილედაც მუშაობდი ბოლო დროს, სამხატვრო ხელმძღვანელად, როკვის ხელმძღვანელად. ბატონი თენგიზი ჯერ ერთი იყო ძალიან მაღალი ინტელექტის, კულტურის, კეთილშობილების განსახიერება. კეთილად მოსაუბრე, ძალიან მოსიყვარულე. 14 წლიდან ცეკვავდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, შემდეგ წამოვიდა აროთ არხნიშვილის ქართკახეთის ანსამბლში, იქედან დაბრუნებულმა უკვე ჩამოიყვანა ბატონი გივი ჩახავა, მერე ვაშაკიძეების, ყველა თითქმის ბატონი თენგიზის ჩამოყვანილია აფხაზეთში. თავისი სიცოცხლის ბოლომდე, რომელიც მტრის ჭურმა იმსხვერპლა, მანამდე მიყვებოდა აი ამ საქმეს. ძალიან ბევრი აღზრდილი ყავს, ძალიან ბევრი მოწყვავეები ზოგი სუხიშვილებში, ზოგი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, ქორეოგრაფები, ძალიან ბევრი თაობა ყავს აღზრდილი. მე ბედნიერი ვარ, რომ იმ ეპოქაში ვცხოვრობდი, სადაც იყვნენ საუკეთესო ქორეოგრაფები, საუკეთესო პარტნიორები. ესენი ჩემი პარტნიორებიც იყვნენ და ჩემი ქორეოგრაფებიც. იყვნენ კარგი პიროვნებები, კარგი მოცეკვავეები, რომლებმაც ბევრი მოცეკვავე გზაზე დააყენა. საოცარი რეპეტიციები ჰქონდა. ყველას მიგვიხაროდა მისვლა. იცით, მე ვიყავი ანსამბლში თენგიზ დავითაიასთან, ეს ულამაზესი თენგიზი, საოცარი ოჯახის შვილი, უკეთილშობილესი. მე არ მახსოვს რეპეტიციაზე და არც ვაგვიანებდით, მიგვიხაროდა მასთან მოსვლა, მაგრამ იყო კარგი პიროვნება და კარგი ქორეოგრაფი და ყველა მაშინ ვიყავით რაღაც 13-14 წლის. აი იმ დროიდან მან შემოიკრიბა ირგვლივ ლამაზი და კარგი ტანადი გოგო ბიჭები. გამოგზარდა, ფაქტიურად გამოგზარდა მან და ძალიან გულის ტკივილით მახსოვს, რომ ძალიან უბედური სიკვდილი ერგო საწყალს. ჩვენ ომის პერიოდში გარდაიცვალა. საოცრად ლამაზი კაცი იყო. ორივე ძმები, აი თენგიზი და მისი ძმა შოთა, ესენი იყვნენ ქალაქში რო გაივლიდნენ, აი
საოცარ ქალებს უყვარდათ ძალიან. უნდა იცოდეს ახალგაზრდობამ, ვინ იყვნენ ისინი, კარგი ქორეოგრაფები იყვნენ, კაი მოცეკვავეები იყვნენ. ეს ისტორიას დარჩა. აფხაზეთში მოღვაწეებს არავინ არ ივიწყებს. დიდი ეპოქა შექმნეს აფხაზეთში. დავითაიებმა საოცარი დიდი ეპოქა, გივი ჩახავა, სიმული ძაძამია, თენგო ჩვენი სიგუა. საოცარი ადამიანები არიან ესენი. საოცრად კარგი ხორეოგრაფები. რაღაც თავისებური ხედვა ჰქონდათ. აი ეგ მეუნებოდა ხა ბატონი ფრიდონ სულაბერიძე რომ მე ყველას დადგმული ცეკვები მაქვს ნანახი. რაღაც საინტერესო, რაღაც სხვანაირი. აი რო აცხადებენ რომ ამ დროს გერმანიაში აიღო გრან-პრი. ხდებოდა იმიტომ რომ სული და გული იყო მასში ჩადებული. სული და გული. და რამდენი თავობა აღზრდილი ამ ადამიანების ხელში. და კარგია რომ ამას არ ვივიწყებთ.